მოხდა ჭიათურაში სამთო გამომდიდრებელ კომბინატში მუშა დაიღუპა. ის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. წინასწარი ინფორმაციით ობიექტზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები და ტრაგედიაც ამან გამოიწვია. თუმცა რადიკალურად განსხვავებული ვერსია აქვს ჭიათურ მანგანეს, რომლის დაქვემდებარებაშიც გამომდიდრებელი კომბინატი შედის. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა დასაქმებული შრომითი უსაფრთხოება დაუცველია. საგანგაშო სტატისტიკა თითქმის ყოველთვიურად იზრდება. სად არის გამოსავალი, ამაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. სამთო გამომდიდრებელ კომბინატში დაღუპული 62 წლის რევაზ ტალახაძე სახლში გადაასვენეს. წინასწარი ვერსიით ობიექტზე დასაქმებული მე-6 სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით ადგილი, სადაც ტალახაძე მუშაობდა, ღამის საათებში განათებული არ იყო. არ ვიცი უსაფრთხოების პრობლემები როგორი იყავი. ყველაფერი მოწესრიგებული ვერ იყო, აშკარად ჩანს. ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურაში, ჯორჯიან მანგანეზის დაქვემდებარებაშია. კომპანიაში მომხდარის დეტანებზე არ საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გამომდიდრებელ კომბინატში უსაფრთხოების ნორმები სრულადაა დაცული. ძალიან შემცირებული არის საერთოდ საწარმოო ტრავმები ჩვენს კომპანიაში სტატისტიკურად, მაგრამ მოგეხსენებათ, კომპანიაში დასაქმებული არის 6000-მდე ადამიანი და ამდენი დასაქმებულის ფონზე ნამდვილად არ გამოირჩევა ჯორჯიან მანგანეზი მაღალი სტატისტიკით, მით უმეტეს ფატალური შემთხვევებით. 300 გარდაცვლილი და 500 დაშავებული. ასეთია ბოლო 6 წლის საგანგაშო სტატისტიკა. გაერთიანებულ პროფკავშირებში ამბობენ, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც საწარმოს წარმოადგენლები მომხდარს მალავენ. Ცხიდან 10 ნახევრამდე 11 აპრილს 58 წლის რევაზ ტალახაძე ჩავარდა მე-6 სართულის იატაკზე არსებული, ასე ვთქვათ, ჭრილიდან და დაეცა მე-3 სართულზე, რის შედეგადაც გარდაიცვალა. როგორც მეუბნებიან, განათების ადგილას არ იყო, შემთხვევის ადგილას არ იყო განათება. უბედური შემთხვევის შესწავლას გეგმავს სახალხო დამცველის აპარატიც. უჩანანუაშვილის წარმომადგენლები ჭიათურაში სავარაუდოდ ხვალ ჩავლენ. ომბუდსმენი ქვეყანაში ეფექტიანი შრომითი ინსპექციის აუცილებლობაზე საუბრობს. შრომის ინსპექციის შექმნა, ეფექტური სტრუქტურის შექმნა იქნებოდა გამოსავალი. ასეთ შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, მაგალითად გასულ წელს 58 ადამიანი დაიღუპა მსგავს შემთხვევებში სამუშაოს შესრულების დროს და ეს არის ნამდვილად საგანგაშო ციფრი. ინფოზე, როცა სამშენებლო ობიექტებზე უბედური შემთხვევების სტატისტიკა გაზრდილია, მესამე სექტორის ინიციატივა შრომითი უსაფრთხოების შესახებ კონსტიტუციაში დამატებითი ჩანაწერის გაკეთებაზე ეს საკანონმდებლო ორგანოში არ დაკმაყოფილდა. წინადადების ავტორები ამბობენ, რომ ინიციატივას ეკონომიკური გუნდი ეწინააღმდეგება. შემოთავაზებული იყო ძალიან მოგრძალებული ვარიანტი შრომის უფლების დამდგენი ნორმის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო ის, რომ სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას შეექმნა შრომის ზედამხედველობის ორგანო. სამწუხაროდ ხელისუფლება უარყო ეს ინიციატივა. შრომის ინსპექციას აქვს თავისი მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკის შემმუშავებელი და სისტემური ხარვეზების აღმომჩენი ფუნქცია, რომელსაც მზარდი ტემპით ახორციელებს ჩემი აზრით წარმატებით. რაც შეეხება ტექნიკურ ზედამხედველობას, უშუალოდ როგორ ხორციელდება და რამდენად ხდება დაცვა იმ რეკომენდაციების, რასაც შრომის ინსპექცია გასცემს, ეს არის ტექნიკური ზედამხედველობის და არა შრომის ინსპექციის ფუნქცია. მესამე სექტორიც და სახალხო დამცველიც ამბობს, რომ შრომითი ინსპექციის ეფექტური მექანიზმების შექმნას სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. ჭიათურაში მომხდარ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო 240 მუხლით იძიებს, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.